ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინა 4 წელზე მეტია სრული მასშტაბის ომის პირობებში უხელმძღვანელა. მაგრამ ეხლა საკამათო გადაწყვეტილებამ ახალი კითხვები გააჩინა მისი პოლიტიკური მომავლის შესახებ. ზელენსკიმ გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი, პოპულარული ახალგაზრდა რეფორმატორი, რომელსაც უკრაინის დრონებისა და სამხედრო ტექნოლოგიების გამოყენების გაფართოება მიეწერება. ფედოროვი კონფლიქტში იყო არმიის მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან. სამხედრო ხელმძღვანელობას ცვლილებების წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებდა. ზელენსკი თავდაპირველად სირსკის მხარეს დადგა. ფედოროვი გადააყენა, რამაც კიევში და სხვა უკრაინულ ქალაქებში პროტესტები გამოიწვია. მაგრამ საზოგადოებრივი რისხვის ზრდასთან ერთად ზელენსკიმ კურსი შეცვალა. მან ასევე თავისუფლა სივსკი და მის ნაცვლად გენერალი მიხაილო დრაპატი დანიშნა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ფედოროვის რეფორმების დღის წესრიგთან. მხარდამჭერები შეიძლება ამტკიცონ, რომ ზელენსკიმ მოусმინა საზოგადოებას და თავისი შეცდომა გამოასწორა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ მან შექმნა არასაჭირო კრიზისი, შეასუსტა ნდობა მისი განსჯის მიმართ და ფედოროვი გადააქცია შესაძლო მომავალ პოლიტიკურ მეტოქედ. შეიძლება უახლოეს მომავალში არჩევნები არ იყოს, მაგრამ როცა უკრაინელები საბოლოოდ ისევ მივლენ არჩევნებზე, ისინი დაიმახსოვრებენ, როგორ გაუმკლავდა მათ პრეზიდენტი ამ მომენტს. ასე რომ დაედევნება თუ არა ეს პოლიტიკური შეცდომა ზელენსკის. კარგი, მოდი დავიწყოთ ჩვენი დებატი ახლა 30 წამიანი ბლიც რაუნდით, უბრალოდ სწრაფი ბლიც რაუნდით. ჩვენი პირველი კითხვა იქნება: გადაურჩება თუ არა ზელენსკი იმას, რაც სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომად გამოიყურება და უნდა დარჩეს თუ არა ის თავის პოზიციაზე. თუ დროა რომ მან დატოვოს თანამდებობა. გახსოვდეთ, პანელზე თითოეულ ჩვენს სტუმარს ამ პირველ კითხვაზე პასუხისთვის 30 წამი გაქვთ. შემდეგი პანელს გავხსნით უფრო გრძელი პასუხებისთვის. მოდით დავიწყოთ. ბატონო დეპუტატო, ოლექსი. თქვენ ხართ პირველი. 30 წამი. ამონიდობა სალამშვიდობისა. ვფიქრობ ზელენსკი გადარჩება, მაგრამ მიზეზი რატომაც ის გადარჩება ძალიან მარტივია. უკრაინაში არჩევნები არ თანდება. და სწორედ ამიტომ ზელენსკი ამას გადაურჩება. მაგრამ როცა არჩევნები იქნება, როცა საომარი მოქმედებები დასრულდება, დარწმუნებული ვარ, რომ ზელენსკი ნებისმიერ არჩევნებს ააგებს, რომელიც ჩატარდება და მისთვის საუკეთესო ვარიანტია საერთოდ არ იყაროს კენჭი. საინტერესოა. ვლადისლავ, რას ფიქრობ შენ? საერთოდ ზოგადად ვეთანხმები ალექსეის ძირითად აზრს და რა თქმა უნდა ზელენსკი გადარჩება. მაგრამ ვითხოვდი რომ უნებლად გამოსვლა და გადარჩენა აშკარად სხვადასხვა რამეა. და ცხადი ეს პროტესტი ხალხის გონებაში დარჩება და სინამდვილეში ის ჯერ კიდევ გრძელდება. ასე რომ ვფიქრობ უნდა დაველოდოთ როგორ დასრულდება ეს ყველაფერი და როგორ იმოქმედებს ზელენსკი ამ პროტესტის ბოლოს, ყველაზე ბოლოს. კარგი და ბოლოს პიტერ, რას ფიქრობთ თქვენ? დროა ზელენსკიმ წავიდეს? ზელენსკი კარგად ახერხებს საკუთარი შეცდომების გამოსწორებას. იცით, ზოგჯერ ის საკუთარ თავს უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე თავიდან აპირებდა გამოესწორებინა. მან რეალურად გამოასწორა მდგომარეობა არა მხოლოდ სივსკის გათავისუფლებით, არამედ მის ადგილზე ძალიან პოპულარული და გამოცდილი გენერლის ბატონ დრაპატის დანიშვნით. ვეთანხმები ბატონ. უნჩარენკოს რო? სინამდვილეში ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს ზელენსკის გადაყენების ფუფუნება სხვა საკითხებთან ერთად, იმიტომ რომ კონსტიტუცია ამას არ გვაძლევს საშუალებას, დიახ ის გადარჩება, მაგრამ ასევე ვეთანხმები რომ იცით შემდეგი არჩევნები სრულიად სხვა თამაში იქნება. არიან ადამიანები, მათ შორის ფიოდოროვი, რომლებიც ახლა მისი და მისი ძალაუფლების სერიოზული მეტოქეები არიან. კარგი, ეხლა გავხსნით დებატებს უფრო გრძელ კითხვებზე. შემდეგი კითხვა, რომელიც მინდა სამივეს დადისვათ, არის როგორ უყურებენ უკრაინელები ზელენსკის დღეს და ფიქრობთ, რომ ის წარმატებულია ამ ომში რუსეთის წინააღმდეგ. ოლექსისთან დავუბრუნდები, რომ მისი პასუხი მოვისმინო. შეგიძლიათ კითხვა დაიმეოროთ, ბოდიში. კითხვა, როგორ უყურებენ უკრაინელები ზელენსკის დღეს? თქვენი აზრით, წარმატებულია ის ამ ომში რუსეთის წინააღმდეგ? მე არ შემიძლია ყველა უკრაინელის სახელით ვივლაპარაკო. და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, როგორც ნებისმიერ სხვა ლიდერს, ზელენსკისაც აქვს მიღწევები და წარუმატებლობები. მისი მიღწევა სოფლიოს გაერთიანება უკრაინის გარშემო. მისი მიღწევა, მისი რეაქცია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისზე, რომელიც ძლიერი იყო. ასე რომ ის ქვეყნის ერთგვარ ხმად და სახედ იქცა. მისი მარცხები ძალიან სერიოზულია, ის ანტირუსულია, კორუმპირებული და ხალხს ბევრი ეჭვი აქვს თავად ზელენსკის.
ის ქვეყანას ცუდად და ძალიან ავტორიტარულად მართავს. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ავტორიტარულ. და დღეს ჩვენ არ გვაქვს ნათელი პასუხი, რა არის უკრაინის გზა შვიდობისკენ. ამიტომ გვქირდება შვიდობა, რაც შეიძლება მალე. მაგრამ რა არის უკრაინის სტრატეგია ამ შემთხვევაში? ზელენსკისგან ეს ნათელი არ არის და ეს პრობლემა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მის მიმართ და მის შედეგებთან დაკავშირებით შერეული ბრძნობები. ის უფრო გახსნილი იქნებოდა და მეტ ადამიანს ჩარქავდა თავის თავრობაში, ეს ბევრად უკეთესი სიტუაცია იქნებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მან იმდენი ძალაუფლება მხოლოდ საკუთარ ხელში მოაქცია და ვერ ახერხებს მის სწორად მართვას. ვლადისლავ, რას ფიქრობთ თქვენ? გონიათ, რომ ზელენსკის ლიდერობა სულ უფრო ავტორიტარული ხდება? განსაკუთრებით ვეთანხმები ოლექსის ბოლო მოსაზრებას, რადგან სინამდვილეში პრეზიდენტისა და მისი უახლოესი გუნდის პასუხისგებლობა მართლაც უზარმაზარია, როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ასე რომ და პარლამენტში უმრავლესობა, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად არსებობს, ამაზე ალბათ ოლექსი უფრო დეტალურად და ახლოდან ისაუბრებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს და ხალხის თვალში, რა თქმა უნდა, ზელენსკის გუნდი და მისი საპარლამენტო ფრაქცია ფაქტობრივად ისინი ჯერ კიდევ დაკავშირებულები არიან. და ემოციების მხრივ და როგორ ხედავენ ადამიანები მთლიანად თელ სამთავრობო გუნდს. რა თქმა უნდა, ისინი დაკავშირებულები არიან და სინამდვილეში ფიოდოროვი იყო ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი 2018 წელს. და ფაქტობრივად მისი გადაყენება ნამდვილად მოულოდნელი ნაბიჯი იყო, რადგან ფიოდოროვი იყო მთავარი ფიგურა ყველა იმ მთავრობაში, რომელიც ზელენსკის მმართველობის პერიოდში მსახურობდა. პეტრე, იცი, მაინტერესებს შენი აზრი. ფიქრობ თუ არა, რომ ზელენსკი ამ ეტაპზე სწორ ლიდერად რჩება რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში? და საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ომის დროს ხელისუფლების გადაცემა და ეს თუ იქნება სწორი ქვეყნისთვის? კი, ზელენსკისადმი დამოკიდებულება შორის ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ საკმაოდ მკვეთრი განსხვავება, ხო ასეა. როგორც უკვე ითქვა, ის ყოველთვის იყო და რჩება უკრაინისა და მისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ძალიან კარგი კომუნიკატორი სოფლიო არენაზე. ეს არ შეცვლილა. და ბოლო დროს სინამდვილეში ზელენსკის შეიძლება მივაწეროთ ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ტრამპის ადმინისტრაციასთან, ხო ასეა. წარმოიდგინეთ, რა გზა გამოვიარეთ, მას შემდეგ რაც ის სამართლიანო შეხვედრა შედგა თეთრ სახლში, სადაც ტრამპი ამცირებდა და JD Vance-თან ერთად ზელენსკის უპირისპირდებოდა. და ახლა უკვე გავლენიანი მაგა ფიგურები, როგორიცაა ლორა ლუმერი, უკრაინაში ჩამოდიან, აქებენ უკრაინელ ხალხს და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ დიდი მიღწევაა და ამას ვერ შეაფასებ ნაკლებად ან ვერ დააკნინებ. მეორე მხრივ, უკრაინელებში მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად შემცირდა. და ეს მხოლოდ დემონსტრაციების გააქტიურება არ არის, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დემონსტრაციები ძირითადად დიდ ქალაქებშია კონცენტრირებული. ეს არის ფენომენი ახალგაზრდებსა და კარგად დაკავშირებულ პირებს შორის, მაგრამ თუნდაც მის ძირითად მხარდამჭერებში, რომლებიც უფრო ასაკოვანი ადამიანები არიან, ამაში შემცირება შეინიშნება. ეხლა უკვე 43 ადამიანი ყავს, რომლებსაც ზელენსკიზე უფრო მაღალი პოპულარობა აქვს. ესენი არიან ზალუჟნი, ბუდანოვი და თავად ფიოდოროვი. და ეს უკანასკნელი ზელენსკის არასწორი გათვლის გამოა და ასე შემდეგ. მას უნდა ესმოდეს, რომ უფრო მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული და უფრო მეტად მოусმინოს ხალხს, უბრალოდ იმიტომ, რომ სწორედ ამას იყენებს რუსული პროპაგანდა მის წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურად. ის ვერ იქნება ხელახლა არჩეული. მას უნდა ესმოდეს, რომ ახლა უკვე მეორე ვადაზეა, მეორე არარჩეულ ვადაზე. ასე რომ, ხელახალი არჩევის ან ახალი პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობის არარსებობის პირობებში უკრაინელები ფერზე დგებიან და ზელენსკიმ ნამდვილად მეტი ძალისმევა უნდა გამოიჩინოს, რომ მოусმინოს იმას, რასაც ისინი სთხოვენ. მინდა დაუბრუნდე ხელისუფლების გადაცემის, ან როგორც იცით, უკრაინაში ახალი ლიდერის არჩევის საკითხს, რომელიც ამჟამად კვლავ ომშია რუსეთთან. შესაძლებელია თუ არა, რომ იყოს რაიმე სახის მშვიდობიანი გადაცემა, თუ ეს შეიძლება უკუშედეგით დასრულდეს და საბოლოოდ აჩვენოს უკრაინის სისუსტე რუსეთთან ბრძოლაში. მინდა ისევ თქვენთან ოლექსი დაუბრუნდე და მოვისმინოთ თქვენი აზრი ამაზე.
სიტუაცია ასეთია. სრულმასშტაბიანი ომის დროს არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ეს უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ ასევე შეუძლებელია კონსტიტუციის მიხედვითაც. ეს ნიშნავს, რომ ზელენსკი იქნება პრეზიდენტი ომის დასრულებამდე. როცა ომი დასრულდება, ან გაიყინება ალბათ უფრო მოსალოდნელი სცენარი. შემდეგ არჩევნები ჩატარდება და როგორც უკვე გითხარით, ვფიქრობ, ზელენსკისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება საერთოდ არ იყაროს კენჭი. ამით ის შეძლებს გაამყაროს თავისი მემკვიდრეობა, როგორც ომის დროის ლიდერმა. ზოგი ადამიანი მას შეაქებს, ზოგი კი გააგრიდიგებს. მაგრამ თუ ის დატოვებს პოლიტიკურ ასპარეზს, ეს აღარ იქნება ასე კრიტიკული. მაგრამ თუ ის შეეცდება დარჩეს ხელისუფლებაში, თუ ისევ იღრის კენჭს და მინდა შეგახსენოთ, რომ როცა პირველად იპარა კენჭი, მან პირობა დადო, რომ აღარ იპრიდა კენჭს. რათა მას ქონოდა მხოლოდ ერთი ვადა 5 წლის განმავლობაში, უკვე მერვე წელია მისი ვადის, ომის გამო დაიწყო. ასე რომ თუ ის ისევ იღრის კენჭს, ვფიქრობ არჩევნებში დამარცხდება. და მერე ვფიქრობ მისი მემკვიდრეობა ძალიან დაზიანდება. და ვფიქრობ მას შეიძლება პრობლემები შეექმნას კანონთანაც. ეხლა მინდა ფიოდოროვზე ვისაუბრო, რადგან იცით, მან საჯაროდ განაცხადა, რომ საბოლოოდ ერთადერთი თანამდებობები, რომელთა დაკავება ღირს, არის თავდაცვის მინისტრი, მთავარსარდალი ან პრეზიდენტი. ასე რომ, კითხვა რა თქმა უნდა არის, თუ თავს ზელენსკის შემდეგ მთავარ მეტოქედ აყალიბებს. და იცით, ზელენსკის გადაწყვეტილებამ, რომ გაეთავისუფლებინა ის ადამიანი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და რომელსაც ფაქტობრივად უკრაინაში დრონების რევოლუცია მიეწერება, საბოლოოდ ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე შეუქმნა მას. ეხლა მინდა მოგმართოთ ვლადიმირო, მოვისმინოთ თქვენი აზრი. კარგი. გულისხმობ, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ადრე მუშაობდნენ ფედოროვთან ერთად ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროში და თავდაცვის სამინისტროში. ხო. მე ვიცი, რომ სინამდვილეში ის ძალიან კონცენტრირებული იყო თავის საქმეზე და ხშირად თავს არიდებდა საჯარო ინტერვიუებსა და მსგავს თხოვნებს. ასე რომ და იცით, ძირითადად მისთვის ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს. სინამდვილეში მან თავი აარიდა ესეთ განცხადებებს თავისი პოლიტიკური მომავლისა და მსგავსი საკითხების შესახებ. მაგრამ გარდა ამისა, რომ რეალურად პიტერმა წამოჭრა. ასე რომ, იცით, მე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე მაგალითად ალბათ ხალხი წარმოიდგენს მაგალითად ფიოდოროვს როგორც პოტენციურ კანდიდატს. თუ ის მართლა აპირებს იყაროს კენჭი. მაგრამ თუ ის მართლა გულისხმობს თავის იდეალურ წარმოდგენას წარმატებაზე უკრაინის გამარჯვების, ან სულ მცირე გადარჩენის თვალსაზრისით, ეს ნამდვილად ნიშნავს გავლენის ქონას თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე. და ვფიქრობ, ის ზედმეტად კონცენტრირებულია ამაზე და მე ვხედავ მას, იცით, როგორც ნამდვილ ცვლილებების შემომტანს და არა ისეთ ადამიანს, რომელიც უბრალოდ ცდილობს რაიმე პოზიცია დაიკავოს იმისთვის, რომ გამოკვეთილი იყოს, ყურადღების ცენტრში იყოს და ასე შემდეგ. ასე რომ, ამას ვიტყოდ. მისი რეზიუმე, იცით, მას ბევრად უკეთ მეტყოლებს ვიდრე თვითონ. პიტერ, მინდა შენი პასუხი მოვისმინო, როგორ უყურებ ფედოროვს და უკრაინის მომავალს? მაგრამ ასევე ფიქრობ თუ არა, რომ ეს მთელი პოლიტიკური ფიასკო და ის პროტესტები, რასაც უკრაინის ქუჩებში ვხედავთ, შესაძლოა რუსეთს კიდევ უფრო საშიშ გზავნილს უგზავნიდეს, რომ იცი, უკრაინა სუსტდება. კი, მე ესე ვფიქრობ. ეს არის ის, რასაც კრემლი იხენებს. და სწორედ დღეს პუტინმა გააკეთა განცხადება, რომ უკრაინა დაყოფილია, ისინი შიდა დაპირისპირებაში არიან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უკვე ქონია. და თუ კრემლი დებს ფსონს, ამაზე მეშინია რომ ისევ იმედგაცრუებულები დარჩებიან. უკრაინელებმა კარგად იციან, რომ სასწორზე უკრაინის როგორც სახელმწიფოს გადარჩენა დგას. მე ვფიქრობ, რომ უკრაინელები ამ ქარიშხალს გაუძლებენ. მე ვფიქრობ, ზელენსკი იმედი მაქვს ის თავის გაკვეთილებს ისწავლის. მე ვფიქრობ, რომ ფიოდოროვიც ანგელოზი არ იყო. ბევრი პრობლემა იყო მისი მმართველობის სტილში, მის სფეროში. და მე გულისხმობ გაწვევის საკითხს. და ეს არის ის, რითაც ჩვენი თანაპანელისტი ოლექსი ჰუნჩარენკო საკმაოდ აქტიურად იყო დაკავებული და აშუქებდა. და ეს არის გზა. ეს სწორედ ის საჯაროდ ხილული მაგალითია, თუ როგორ ჩავარდა უკრაინის ხელისუფლება
გაწვევის საკითხში. თქვენ ყველამ ნახეთ ეს ვიდეოები, სადაც მამაკაცებს დღისით ქუჩაში იტაცებენ და შესაძლოა ზელენსკის მხრიდან ფედოროვის დაქვეითების მიზეზი სწორედ ის იყო, რომ მას დააბრალეს ეს პრობლემა და ეძებენ ვინმეს, ვინც შეძლებს ამ საკითხის მოგვარებას. ეს არის რამე, რაც ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ამის მიუხედავად ფედოროვი იქ აღარ არის, მაგრამ დრონები კვლავ დაფრინავენ რუსეთის სიღრმეში. იცი, ესე რომ ეს გაგრძელებაა და დრაპატი მაგალითად ფიქრობ გააგრძელებს ამ პურს. ამიტომ ფიქრობ ეს ძალიან ნაადრევია. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს პრობლემებს, ჩვენს შიდა დაპირისპირებებს, რუსებისთვის იმედის მიცემა, რომ ჩვენი შიდა დაპირისპირებით ისინი მიაღწევენ გამარჯვებას. უკრაინელებმა კიდევ ერთხელ კარგად იციან რა დევს სასტორზე. და სწორედ ამიტომ ჩვენ ყველანი სამივე პანელისტმა თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაყენება დღის წესრიგში არ დგას. საინტერესოა. ოლექსი, მე რა თქმა უნდა გადაწყვეტილება გააგრძელონ ეს პროტესტები. იმ გაგებით, რომ იცით ახლა ლიდერობის შეცვლა ან ხელისუფლების გადაბარება შეიძლება არ იყოს საუკეთესო რამ ამ ომისთვის უკრაინის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ ეს მთელ მსოფლიოში ადამიანებისთვის ასეა. და ეს გზავნილს აგზავნის, რომ შესაძლოა ნამდვილად. იცით, ძალიან მიზანმიმართული ძალისხმევაა. ამჟამად ზელენსკის წასვლა სურთ. მაგრამ მინდა კითხოთ, ამ ეტაპზე უკვე რამდენიმე წელია, რაც ეს ომი მიმდინარეობს. არის თუ არა ზელენსკის მხრიდან რაიმე საბოლოო გეგმა? იქნება ის ადამიანი, ვინც რეალურად დაასრულებს ამას? ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. უკრაინაში მშვიდობა რაც შეიძლება მალე გჭირდება. და ჩვენ და უდავოდ ზელენსკი იქნება ის ადამიანი, ვისი პრეზიდენტობის დროსაც დიდი ალბათობით ეს ომი ასე თუ ისე დასრულდება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება რაიმე დიდი სამშვიდობო შეთანხმება. ეს შეიძლება იყოს კონფლიქტის გაფრინვაც. ძალიან შესაძლო სცენარი. და რადგან არჩევნების ჩატარება არ შეგვიძლია, ჩვენ მხოლოდ ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი გვყავს. ის არის ვოლოდიმირ ზელენსკი. მე საერთოდ არ ვარ მისი გულშემატკივარი, მაგრამ ასე მუშაობს ისტორია. ასე რომ ამ ომს მასთან ერთად დავასრულებ. პრობლემა ისაა, რომ მისი მხრიდან ვერ ხედავ ამ მშვიდობის მიღწევის სტრატეგიას. მანამდე მან გამოაცხადა გამარჯვების სტრატეგია, გამძლეობის სტრატეგია და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ გვჭირდება მშვიდობის მიღწევის სტრატეგია. და ნათელია, რომ მიზეზი, რატომაც ამ ეტაპზე მშვიდობა არ გვაქვს, არ არის უკრაინა, არამედ რუსეთი და პუტინი, რომელსაც სურს ამ ომის გაგრძელება. მართალია. მაგრამ ამავე დროს მინდა ვნახო მეტი ძალისხმევა ზელენსკისგანაც ამ მიმართულებით და ასევე მისი სტრატეგია თუ რა უნდა დავაკეთოთ ამის მისაღწევ. ასე რომ ეს არის კითხვა და მე იმედი მაქვს, რომ ეს ომი დასრულდება. კიდევ ერთხელ გეტყვით, რაც შეიძლება მალე, განსაკუთრებით შემდეგ ზამთრამდე, რადგან წინა ზამთარი მართლაც საშინელი იყო. დიახ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს აღარ განმეორდეს. უნდა ვთქვა, რომ ამ პროტესტების და იმ სურათის დანახვა თითქოს უკრაინაში შიდა არეულობაა, ნამდვილად არ შეიძლება იყოს სტიმული რუსეთისთვის, რომ წინ წაიწიოს ომის დასრულების მიმართულებით რაიმე შეთანხმებაზე. ასე რომ ვლადისლავ, და სტრატეგია შეიძლება იყოს, რომელიც საბოლოოდ ამას გამოიწვევს. იცით, მე ოლექსის ვეთანხმები, როგორც კონკრეტულ საკითხებში, ასევე ამ კონკრეტულობის ნაკლებობაში. მაგრამ სინამდვილეში ზელენსკის სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ იცით, რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ საჯარო მიმართვებს, ძირითადად ის ცდილობს მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი, იცით, ყოველ ჯერზე. არის აღმავლობები და დაღმავლობები ტრამპისა და ზელენსკის ურთიერთობაში. ის პირდაპირ ამბობს, რომ იცი, მზად ვარ. მშვიდობა, მზად ვარ კი ნებისმიერი სახის შეთანხმებისთვის, რა თქმა უნდა, ჯერ უნდა განვიხილოთ დეტალები, რადგან სინამდვილეში ზელენსკი ასევე ატარებდა კამპანიას იმ იდეით, რომ იცი, რომ ის იქნებოდა ის ადამიანი, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდებოდა პუტინს და პუტინი დათანხმდებოდა მასთან საუბარს. უფრო მეტად. უფრო ხშირად, იცი და არ ვიცი მართლა, შეგვიძლია თუ არა ეს პუტინზე ვთქვათ, მაგრამ სინამდვილეში ის ცდილობს მაქსიმალურად გაუმჯობესოს უკრაინისა და საკუთარი საერთაშორისო იმიჯი. მაგრამ ისევ
ცხადია, ეს საკმარისი არ არის რუსეთის მიმართ პოლიტიკური ზეწოლის თვალსაზრისით. ასევე ამერიკის ადმინისტრაციის შეფასებებსა და ქმედებებშიც. კარგი, სამწუხაროდ მეგობრებო, დრო ამოგვეწურა. ეხლა უნდა გავიდეთ მოკლე სარეკლამო შესვენებაზე, მაგრამ მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ჩვენს პანელისტს მონაწილეობისათვის. მართლაც საინტერესო დისკუსია იყო, როგორც ყოველთვის, მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. დაჩით ჩვენთან Globalize-ზე. ამ მოკლე სარეკლამო შესვენების შემდეგ მალე დავბრუნდებით.